არის თუ არა საქართველო დემოკრატიული ქვეყანა? ახალი ამბების ჟურნალისტებმა თელავში მინი გამოკითხვა ჩაატარეს. თელაველების უმრავლესობის განცხადებით საქართველოში სიტყვის თავისუფლება არ არის, რაც დემოკრატიის დაბალი მაჩვენებელია. ზოგიერთის თქმით კი ნახევრად დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, რადგან ადამიანებს წინა წლებისგან განსხვავებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირება აღარ ეშინიათ. თელაველები ერთხმად თანხმდებიან, რომ დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებაზე საზოგადოებამ და მთავრობამ ერთად უნდა იზრუნოს. ნახევრად დემოკრატიული არის, ცა დემოკრატიული არის. დემოკრატია ის არის, რომ მედია იყოს თავისუფალი სიტყვა, რაც მინდა ისაო თქვა. რა ვიცი, ხალხისთვის რო იქნება ყველაფერი, ეს იქნება დემოკრატია. არანაირი დემოკრატია აქამდე არ ყოფილა და ამის შემდეგ ნახოთ. ფიქრობ კი არა ასია. აბა რა არის დემოკრატიული, ხმას ვერ ვიღებდით ჯიშით. თქვენი აზრით დემოკრატია რაში უნდა გამოიხატებოდეს? სიტყვის თავისუფლებაში, სოციალურ დაცვაში. არა. რატომ? იმიტომ რომ აქ დემოკრატია რო იყოს, უნდა იყოს უფრო მშვიდობიანი წყარო და ქვეყანა უკვე არეულია, რა ვერ უგებენ ერთმანეთს.